პრინცესა ნომერი 1 მზად არის. გამოიპრანჭა, დატრიალდი დამენახე. ვაიმე, რა საოცარი კაბა გაცვია, უბრალოდ ქვედა ბოლო და ზედა. ვინ გიყიდა? დედამ და მამამ. ხა? უბრალოდ მამიკო მაგირჩია, დე. გამეპრანჭე ერთი. ძიძილა. პრინცესა ნომერი 2-ც მზად არის, როგორ ლამაზად გამოიყურება, ამ ქალბატონსაც ახალი ზედა და კაბა აცვია, ხო? ვაიმე, რა ლამაზები ხართ, დე? არაწიო, დედიკო მძიმეა, შენ პატარა ხარ, დე? მოდი სურათებს გადაკიხებთ ახლა. გადაკიხოთ სურათები? კი, ვაიმე, რა დღეა დღეს, მოვინიშნოთ კალენდარზე. ოჯახი მზად არის, რამდენი ხანია ვცდილობთ სურათის გადაღებას, ნეტა იცოდეთ და ეს ქალბატონი მაიმუნობს და არ გვაცლის. ხოევე? აჰა. წიწილა, წავედით. სხალო, ისე შარვანი ნაწამულება მე. ვინცი ყავით მარცხი არქნა, კაროჩე. ხაი. ბატონი ზურიკას ჩამოსლა, რამდენს გაუხარდა? წაიკითხე ვლოგის კომენტარები? არა, მე ხან YouTube-ში შესულა. საცალია მაგისტრის. და გუშინ უთხარი 3-ჯერ თუ 4-ჯერ უთხარი, რომ აი უბრალოდ შედი და აი ბოლო ვიდეოზე, ზურა რო ჩამოვიდა კონკრეტულად იმ ვიდეოზე მაქვს საუბარი. რამდენი კომენტარები დაიწერა და რა კომენტარები დაიწერა. სულ გლანძღავენ, ეს ვინ არისო, ეს გაფუჭებული კაციო, რანაირად უძლეფო. დიდი მოძლა, რაი? ხუმრობ. ჩვენ დღესდღელი მე ამას დღესდღელით ვიკოკლოზინებ ტყეოს. ეს არ მაგდება მაშინ. როგორ არა? ვარდება ჩემი. არ ვიცი რატო. მთელი მომადა ამიტყლიზნა შუბლამდე. ხო და მინდოდა მეთქვა ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით მინდოდა მეთქვა ძალიან დიდი მადლობა, როგორი შეგნებული საზოგადოება გვყავს. ჩვენი გამომწერები როგორი შეგნებული ადამიანები არიან და როგორი კეთილის მსურველები. უბრალოდ რო ჩაყვე კომენტარებს კეფიცები, ცრემლები მოგადგება. შევალ მე. აგრა აგზაინ 3 საათიანი გზა მაქვს. ხო, ჩვენ მივდივართ თბილისში. თბილისო, მზისავარდების მხარეო, უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა. ხო და ბავშვები ევეკო ამსვენა როგორ მოგცემონა. თეთა მომეჭრა თავი დუნიაზე ღმერთო დიდებულო მურე წიე მეგრელი შენ არა ნანუტა რა ვიყო ჩემ ქმარს ნანუტა არის გუდაურში ხო და საიდანაც წავედი ახლა გოგოები დავტოვეთ სკოლა ბაღში ჩვენ მივდივართ თბილისში, ეხლა არის 10:09. ხო და მოკლედ მივდივართ თბილისში და დიდი გზა გვაქვს წინ და ბევრი დრო გვაქვს. და იმდენად სასიამოვნო იყო იმ ყველა კომენტარის წაკითხვა, რასაც იწერებოდით. ვიცი, მაგრამ მართლა ვერ ნახავ. ჩაწერე ბიჭო ზურადამაიკო და მოგიგდებს მომეჭრა თავი სად გამოყვა აი უნდა ამოუჭრა აქიდან თუ დავტოვო არა უნდა დავტოვო ასე გაქვს შეცვლილი არა ზიემ ფემილი არის თავარი დასახელება და ზურადამაიკო ფრადულად რომ მოიწეროს ანუ იმასაც წერდა მაინც გიდებ ძველი ვიდეო არა ვიდეოს დააჭირე ესე და ბოლოს იხარულო ყველაფერი
მე ყველაფერი მე რანაირად ეველინა როა მანქანაში? ხო სიხარო არ ვიცი, მაგრამ ხო იცი ახლა. დადუმე მაგი არ დაბლოკოს ახლა ეს ისე რა ქვია. ამდენი ბუგაროკი აღმაშენებელზე და მაინც არ შველი სამყაროს. ჩაუყევი კომენტარებს. ხო, უყურე შენ. მე გზას უყურებ ახლა კომენტარებს მე არ უყურე. მე წაკითხული მაქვს ყველა აბსოლუტურად და დაგულებული მაქვს. აი, როგორ ჯერ რა სურვილები და ყველა რომ ემოციურად მიუდგა იმას, რომ შენ ჩამოხვედი და ნახევარზე მეტი რო წერს ამეტირა და რა ბედნიერება და ბინაზე გვწერენ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეო მაიკო და მინდა აქ ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. გამომხადა სიხარულო აქით? შენ თავიდან მოგეწონა ეს იდეა თუ არ მოგეწონა? მე მეგონა ზურას ძალიან მოეწონებოდა ეს იდეა. მაგრამ მე თავიდან არ მოეწონა. მიზეზი რა იყო? ბავშვების გამო, ანუ არ უნდა და ბავშვებზე გარემოს შეცვლა, მაგრამ მე რა მოხდა? თქვი ბიჭო. კლიდავას. ხო, არა, თავიდან ხო რაღაცნაირად არა, მართლა, აი თავიდან იმ დღეს რაღაცა მე უხერხულა, მე ბავშვი რაღაც, მაგრამ დღესდღეობით ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეო, ასე ვთქვათ, შემოგვარა. მე რო გავიდა დღეები და ამბები. თავიდან ცოტა ისე იყო. მაგრამ მე ვთვლი მე პირადად რომ მართლა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. კი მართალია ცოტა ქარბატონი დარჯენი ვიბრაზდება, მაგრამ მაიკო საწოდა და მაინც კომენტარებს უყოლა იძახის ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება. აი ხო გითხარი. და ესე ამბები მოკლედ. მადლობა და მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარეთ. ჩვენ ახლა გადავიდეთ ნიკიათი. ხო. და წავიდეთ ავტობანით, ანუ მითი არ წავიდეთ საღორიით. ჩის ხო, ნიკიათი შეიძლება. მისი გუგუნავადანაც შეიძლებოდა, მაგრამ გუგუნავადან მეზარება ის. ხო. როგორც მოგიხერხდება ეს. ნიკიათი ჯობია გადასვლა. და ერთი სიტყვით მივდივართ თბილისში, ამინდი გვაქვს არაჩვეულებრივი, ცოტა ეს არის სიცივე თითქოს. აი სიცივე. სასიამოვნო სიცივე. ევეკო კარგად არის უბრალოდ პერიოდულად ახველებს ახლა ის გამოყოლილი ხველება რაც აქვს. და დანიელა კია ჯარი წერია თორიას. კარგად არის. რა შედარება სულ სხვა ათენში რო იყვნენ და სულ სხვა აქ რო არიან. აქ ბავშვები შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს და რაღაცა, მაგრამ ძალიან ჯანმრთელები არიან. რა შედარება, რას ლაპარაკობ. ჯერ ის რაფხელა მიღწევა, რომ წელიწადი ის არ ქონია კლუბი ეველინას. ათენში ცოცხლეთ. უბრალოდ იმენა საბერძნეთი მასავითა რა ქვია ჭადრაკის დაფასავი. ეგ შენობების ისა მე რაც უფრო ბევრი შენობა მით უფრო მეტ ჭას ამატებენ მან. აი მშენებლობები და ისინი რომ მიდის და ამ ბინას აქებენ ძალიან კაია. და აქ გადაუთხრიათ, გადმოუთხრიათ. აუ აქ რა ხდება. და 100-იანზე ვართ ახლა. დაიში აი ამ ბინას აქებენ ძალიან სიხარულო. ძალიან აქებენ ამ ბინას. აუ რა ლამაზინავზე. იმედის სკოლასთან რომ მშენებლობა მიმდინარეობს, იმაზე მაქვს საუბარი. და აი ამას კიდე აშენებული რო არის. ერთადერთი რასაც გამოვასწორებთ ქუთაისში. საიკეთო სკოლა იმედის სკოლა. რასაც გამოვასწორებთ რა შესაძლებელი იქნებოდა
მანქანის სიარულის კულტურა, გზაზე პატივისცემა ერთმანეთის და კიდე რა ვიცი, მეტი რა ვიცი. გზა ეს რაც აი, სიმონ არ მოგწევს, შეკუთაეში რა ერთად ვატარო, თვანგან, სიმონ. ერთადერთი ეს არ მომწონს, აი ძალიან არ მომწონს. უპატივცემულობა ერთ გზაზე, ყველა ერთმანეთის თავზე როული. გზებსაც დავამატებდი, კიდე გავაკეთებდი და ეგ არის რა. დანარჩენი მე როგორ ყველაფერი მოვატოვებდი. უსმინეთ ეგ. ხო და კიდე რას დავამატებდი. გუშინ ავიღე პასპორტი, ვიყავით ქუთაისის იუსტიციაში. დილას როგორც კი გაიხსნა, ჩვენ შევედით, მე მგონი, არ ვიცი პირველი. რამდენიმე ადამიანი იყო რა. და ყველაზე ცუდი რა დავინახე, იცი? შენობა ხოლამაზია, 64 არის და შიგნით მომუშავეები, ხო? ასე მეკონა ძალით მუშაობენ კი მივესალმეთ. გამარჯობათ, დილა. გეტყვით, 4-5 კომპიუტერთან იჯდა. უკან იყო 1-5 გოგო სტაჟიორი. არც ეთმა გაღიმება კი არა. 8 გოგო იყო. 8 გოგო. ანუ ერთმა არ თქვა გამარჯობა დილამშვიდობისა, ნუ ეხლა ეს ძალიან კულტურულია დილამშვიდობისა. ერთმა არ მოგვესალმა, ჩვენ ორივე დილამშვიდობისა გამარჯობათ ის და რა, ანუ და როგორი თვალებით გიყურებენ, არ ვიცი, ვალი გაქვს. ანუ ესე არიან გაფრთხილები, რომ ძალიან სერიოზულები იყავითო. მე არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, ზურამ, აი როგორც უბრალოდ ჯერ გული გამიხარდა, იმიტომ რომ საბერძნეთში ეხლა ბევრი არის ნამყოფი, ბევრმა იცის, ვისაც საბუთებთან აქვს შეხება, არის ჯოჯოხეთი, რო შედიხარ, ჯერ 90-იანების კომპიუტერები უდგათ, იქვე სიგარეტს ეწევია, მტვერი, ყარს იქავრობა. აქ რო შევედი ისეთი სიტუაცია, მაგრამ საბერძნეთში ყურე, იქ ხო ესეთი ის არის, ეს ნუ გარემო ცუდი. მაგრამ ხალხი რო შედიხარ, ყველა გიღიმის გესალმება, აბა რა გჭირდება, უცხო ხარ. აქ შენიანი და ნაგნებავთ. ანუ, არ ვიცი, აი მაგას გამოვასწორებდი, კულტურა არ არის. მან იგი გამოდიოდა, მარშრუტკა გამოდიოდა გვერდიდან. აი პირველ რიგში მაგას გამოვასწორებდი დიდი დოზით. მე მაგალითად ვინც არ გაიღიმებ არ მიესალმება, ძალიან დიდ ჯარიმებს დაუწესებდი. აი ძალიან დიდ ჯარიმებს დაუწესებდი. საკეთებს, აი გეფიცები ხალხი დადის დაალხული მე მგონი რა. რა არის ეს? არა ინტერესები. უკარო. თავარია თვითონ კომედიან წინ და ან ვინმე იმიტომ უკარო ვინცა ის ტყუის. საერთოდ არ აინტერესებთ, იქნებ ვინმე საავარიო სიტუაციას უქმნია რაღაცა. არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. და მაგას იმას ვიზამდი. არ ვიცი, ალბათ ძალიან დაბალი ხელფასები აქვს და არა აქვს ხასიათი რომ იმუშავა, მაგრამ შვაში ასიხარულო, რა ვიცი, მე ყველის ვაჭარივით მოღებული მქონდა პირი, თუ გინდა ლიბერტიში, თუ გინდა ინტელექსპრესში, ჩვენ ტრენინგები გვიტარდებოდა მაგის გამო, სპეციალურად სერვის პლუსი ერქვა ლიბერტიში მაგალითად და მისტიური კლიენტები მოგდიოდნენ, რომ გამოწმებდნენ, ვინ როგორ ემსახურებოდა მომხმარებელს. წეღან საუბრობდით და ტელეფონმა გადავხურდი, გენაცვალე, გადავხურდიო. ჩვენ ამასობაში ზესტაფონში ჩამოვედით. ვიდრე გავაგრილეთ ტელეფონი. ხოდა იმას ვამბობდი, რომ ოპარეშის ხინკალის დაგემოვნება უნდა და სურას ძალიან. ხოდა გუშინ ვიყიდეთ, რა თქმა უნდა,
გემრიელესი იყო რომ ვიყიდეთ გამოვაყოლეთ ლუდი. ოღონდ მე გადავედი საყიდლად წყალტუბოში ბაზართან ლუდის გალერეა როა. შევედი გამარჯობათ, ორი ბიჭი იყო, ახალგაზრდა ბიჭები არიან. არც გამარჯობა, არც აი საერთოდ არაფერი. ტელეფონში იყო ჩამძვრალი, რო უთხარი, რომელი ლუდიც მინდოდა, თან ტელეფონში იქექებოდა და თან ლუდს ასხამდა. ხოდა რო უკვე ჩამოასხა და თანხა გადაუხო და მადლობა, კარგად იყავით, აბა, არანაირი რეაქცია არ ქონდა, ხოდა ზუსტად მაგას ამბობს ზურად და მეც ვეთანხმები, რომ ძალიან გვაკლია ეს კულტურა. მადლობა, ბოდიში, ნახვამდის, გამარჯობათ. ხო, ანუ ეს კულტურა ეხლა გამარჯობა, რა თქვა, გამარჯობა დილამშვიდობისა, როგორ ხართ? ეს მინდა და ემშვიდობები, მადლობა მომსახურე. ანუ შენ მადლობას ეუბნები, რომ გემსახურება და ვისთანაც მიდიხარ და ესალმები და თვითონაც გესალმება და მადლობას უხდი და ბოდიშს უხდი და ანუ ამ 2-3 სიტყვით შენ ესე იგი მაშვები რა ქვია შენ ზრდილობასაც უსმევ ხას ხო? ელემენტარული. ის ადამიანიც უკვე კმაყოფილია ვინც რეალურად ესე საუბრობს და მსგავსად შეუძლია ადამიანთან კონტაქტი და კომუნიკაცია, რომ აი ეს ელემენტარული 3-4 სიტყვა გამოიყენოს, როცა მაღაზიაში ვინმე შევა. ხო, იმასაც სიამოვნებს, მაგრამ უმეტესობა მაინც ავიც. რას ვიზამთ? შენ როგორ მოგწონს გვირაბის განათება? განათება საერთოდ არ მომწონს. აი, მაგას ვამბობ მეც, კატასტროფული განათება. თავიდან ასე მეგონა, კაი იყო, დაიწყო და ჩაბნელდა და არა და დღესთან ერთად დღესავით უნდა იყოს, რომ თვალმა არის ხო და უცებ ჩაბნელდა. ამაზე უარესი განათება იყო, ესე ამბობე და არ ვიცი. ძალიან ცუდი განათება, აი ძალიან. თავიდან იწყება კაი განათება და მერე იკლებს. აი ეხლა ამ მონაკვეთზე აი ესე უნდა იყოს. სულ აი ესე. ისე ბნელდება, რომ საერთოდ მერე აკლდება, ხო, რაღაცა. ძალიან აკლდება, ოღონდ. ის კი არა, რომ იმაში კორინთოს გვირაბებს რო გავდივართ, ხო გახსოვს? იმაში ცოტა-ცოტათი რო აკლდება და აი, გამოხშირულია. განათება აქვს გამოხშირული. იქააგდებ რა, ხო? ეკონომიის მიზნით. ესეც ასე, ზესტაფონო ქშორდები. იმღერე ბიჭო. შორს მივდივარ. მივალგებ შვიდობები. ვაიმე ჩემო ბენახო. შვიცელიცაც. მერე რამდენით მივდივარ ციხარულა. შვიცელიცაც ვერ გნახო. ესეც ასე წავედით კუკუნით თბილისში. და ვეცდებით ტელეფონი არ გადავახუროთ. 70 კილომეტრიდან დაგვრჩა. როგორი კმაყოფილი ხარ შოფერის? მაგარი ისე ყავს, რა ქვია, წყობი. რამდენს გადამიხდით თბილისამდე ხარ? 300 ლარს. ერთი არ გადმოგერიცხია 300 ლარი. ერთი არ გადმოგერიცხია ზურიკო. წავედით მოკლედ. აი, ესე კაი. აი, ესა კაი. ახლა ნახე როგორ დაბნელდეს. აი, ესე უნდა იყოს. ესე არ არის სამწუხარო ციხარი. არ არის სამწუხარო. ზურას მოშივდა შესვენება. გზად თბილისისკენ. შაურმა გინდა? ეს არაფერი არ არის. ოკეი, რაც გინდა სიხარულო. შემოვედით სოკარის ის რო არის. გაჩერება გორთან. იქ და რაღაცას არ ვიცი, ექნება მენიუს ხარულო. ავარჩევთ მე ავირჩიე ავსტრიული ჰოთ-დოგი. თავის
ფრით და მოყვა კოკა-კოლა, მე კოკა-კოლა არ მინდა და ბატონ ზურაბი მიირთმევს შაურმას, მოგეწონა? კარგია? კიდე ეს აღმოვაჩინე. მოგუ. ყველაზე მეტად მიყვარს ამისი ნესვის. დღე მეორე თბილისში. დავჭით თბილისში. ზურა რუსთავში წავიდა მეგობრებთან. თავის ბავშვობის მეგობრებთან. რამდენი კამერებია? მაშინამდე კამერა. ხოდა მე ნატასთან ვიყავი ზურას მეგობრის მეუღლესთან. ვიჭარავეთ ენაზე ტყავი გადაგუძვრა. დავშით თბილისში. ახლა უნდა შევხვდეთ ჩემ ძმას, ჩემ ძმისშვილს და მერე წავალთ. მე აქ მაგალითად 16 წელზე მეტი არა ვარ ნახო. მე 1-9 წელი არ ყოფილა. მაგარ შეცვლილია და რას მოვესწარი მეთქი ზურაბ რუსთაველზე შენთან ერთად სეინა ხო? სად არ ყოფილვარ ციხარ რუსთაველზე არა? აქ უნდა ვიყიდო ვიდეო. არ მინდა რომ მაჩუკა მინდა და ისე. ხო და მოკლედ ესე თბილისური ვოიაჟი გვაქვს.